სამეფო ტახტი ჩემს უფროს ძმას ეკუთვნოდა, თუმცა მან მეფობა მე დამითმო, თვითონ კი ბერად შედგა. მე დავითის მსგავსად 16 წლის ავედი ტახტზე და 32 წელი ხმალი არ ჩამიგია ქარქაშში. პირველივე ბრძანებით ავკრძალე ადამიანებით ვაჭრობა. ამის გამო მთელი სამეფო განმიდგა. ამიჯანყდა კათოლიკოს პატრიარქი, საკუთარი მამის ძმები, ბაბუა ლევან აბაშიძე. მშობელმა დედამაც კი ზურგი მაქცია და ტახტიდან გადამაყენეს. მიუხედავად ასეთი დიდი დარტყმისა, მაინც მოვახერხე და იმერეთის ტახტი დავიბრუნე. შევკარი ერთგული გვარდია, ფიცის კაცები, რომელთა საშუალებითაც მოღალატენი გავდევნე სამეფოდან, ავკრძალე ადამიანებით ვაჭრობა და ოსმალეთთან გენერალური ბრძოლისთვის მოვემზადე. 1757 წელს ქვეყანაში ოსმალეთიდან იმპერიის საუკეთესო ჯარი შემოვიდა, რომელთა რაოდენობა 30,000 კაცს ითვლიდა. მალე ამ არმიას იმერეთის ციხეებში მყოფი 15,000 თურქი და 10,000 მოღალატე ქართველი თავადების არმია შეემატა. ავდექი სამეფოს დარჩენილი ძალები შევკრიბე და ერთ ლაშქრად გავაერთიანე. 55,000 მტრის საპირწონედ 15,000 ქართველი მყავდა. მოულოდნელი თავდასხმებით ავიღე ბაღდადისა და შორაპნის ციხეები. ფოთიდან მომავალ ოსმალებს გზა გადავუკეტე, ხოლო თურქთა ძირითადი არმია ხრესილის ველზე შევიტყუე. ამ ბრძოლაში თავად გადავეშვი პირველი. ესრეთ მხნე იყო ვითარცა ლომი, ამბობდნენ ჩემზე. გათენებისას დაწყებული ბრძოლა დაღამებამდე გაგრძელდა. ოსმალთა მრავალრიცხოვანი არმია ხრესილის ვიწრო ხეობაში ვერ გაიშალა. ქართველთა სახელდახელოდ შეკრებილი ლაშქრით ოსმალები კუთხეში მივიმწყდიე და ერთიანად გავჟლიდე. იმავდროულად ფიცის კაცებმა ელვისებური დარტყმებით გაათავისუფლეს ქუთაისი და შემდეგ მთელი იმერეთი. ხრესილთან განცდილ მარცხს ვერ ეგუებოდა ოსმალეთის სულთანი და 1758-1768 წლებში საერთო ჯამში 300,000-მდე იანიჩარი, ქურთი გვარდიელი და თურქი მხედარი გამოგზავნა ჩემზე შურის საძიებლად, მაგრამ ამაოდ. მე და ჩემი ფიცის კაცები ვიბრძოდით ფრონტალურად, ვიყენებდი პარტიზანული ომის ტაქტიკას. ვიხმარდი დაქირავებულ ლეკთა ლაშქარს და მუსრს ვავლებდი მტერს. 1768 წელს ოსმალეთის სულთანმა თავი დამარცხებულად ცნო ჩემთან და შეწყვიტა ლაშქრობები იმერეთში. როდესაც 16 წლის ასაკში ქართველებისგან დაცლილ, მიწასთან გასწორებულ ქვეყანას იბარებ, როდესაც მოღალატენი გარს გახვევია, ფეოდალების, ეკლესიისა თუ ოჯახის მრავალგზის განდგომის მიუხედავად, შენ მაინც იმარჯვებ და ხრესილის ველზე, გენერალურ ბრძოლაში, მცირერიცხოვანი არმიით უდიდეს გამარჯვებას პოულობ მრავალსაუკუნოვან მტერზე. შენ არ ხარ მეფე უბრალოდ იმიტომ, რომ თავზე გვირგვინი გადგას. და მე არც ყოფილ ვარ უბრალოდ მეფე, რადგან მე ვარ ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლმჩქეფე, იმერთ მეფე სოლომონ პირველი. დავიწყეთ ახალი პროექტი, გააცოცხლეს საქართველოს ისტორია. ეს იქნება მხატვრულ-დოკუმენტური სერიალი, სადაც ვიხილავთ ეკრანზე გაცოცხლ